მოგესალმებით. TV პირველის ეთერში თქვენ უყურებთ გადაცემას შენი სახლი, რომელსაც ახალი შოუ პროდაქშენი და ზონა 38 წარმოგიდგენთ. მე კი მისი წამყვანი ნათია ბადირეიშვილი ვარ. დღეს ძალიან საინტერესო გადაცემა გველის. ჩვენ ვნახავთ გასაყიდ და გასაქირავებელ ბინებს საქართველოში. გადაცემის ბოლოს კი ტრადიციულად გავიგებთ თუ რომელ უძრავ ქონებას ერგო VIP სტატუსი. დღევანდელ გადაცემაში გვეყოლებიან ძალიან საინტერესო სტუმრები. კომპანია ლიმონტას მარკეტინგის მენეჯერი ირაკლი ხაჩიძე და სტარტაპ მალე დელივერის დამფუძნებელი და Your Cart City-ის დამფუძნებელი ლანა გიორგიძე. სანამ ვიდეო განცხადებების დათვალიერებას დავიწყებთ, მინდა შეგახსენოთ. იმისათვის, რომ მაყურებელმა გადაცემაში თქვენი ვიდეო განცხადება აიხილოს, უნდა მიმართოთ ზონა 38 Facebook გვერდზე. განცხადება განთავსება როგორც გადაცემაში, ასევე ინტერნეტ პლატფორმებზე, TikTok-ში, ზონა 38-სა და YouTube არხზე შენი სახლი. შენი სახლის პარტნიორია საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაცია. გადაცემის პარტნიორია ვიფროფერთის ჯორჯია კომპანია, რომელიც გთავაზობთ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას საუკეთესო პირობებით. ახლა კი ვიდეო განცხადებები. იყიდება ბინა. ამ ბინის ღირებულება $280,000-ია. მდებარეობს ისაკაძის ქუჩაზე, ხოლო ფართობი 104 კვადრატული მეტრია. დეტალური ინფორმაციისათვის დაუკავშირდით დამკვეთს. სარეკლამო სტუდია ზონა 38 გთავაზობთ უძრავი ქონების ფოტო-ვიდეო გადაღებას და რეკლამას სოციალურ ქსელში. გადასაღებად დაგვიკავშირდით. ქირავდება ახალ გარემონტებული ბინა ბათუმში. ბინა მდებარეობს შარტავას ქუჩაზე, ზღვასთან ახლოს. ბინის ფართობია 53 კვადრატული მეტრი და უზრუნველყოფილია საჭირო ავეჯითა და ტექნიკით. დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ ფლობელს. გადაცემის მეორე ნაწილში ჩვენ ვნახავთ რამდენიმე ვიდეო განცხადებას. მანამდე კი ჩვენს პირველ სტუმარს წარმოგიდგენთ. გადაცემის პირველი სტუმარია ლიმონტას მარკეტინგის მენეჯერი ირაკლი ხაჩიძე. ირაკლი, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა, რომ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი ხართ. მოგესალმებით, უღრმეს მადლობას გიხდით დაბადებისთვის. როგორ დაიწყო თქვენი კომპანიის ისტორია? ჩვენი კომპანიის ისტორია დაიწყო 20 წლის წინ. ორი დამფუძნებელი პირველად წავიდა გერმანიაში, სადაც დაესწრო ერთ-ერთ შოურუმს, ყოველწლიურად ტარდება ხოლმე ჰეიმ ტექსტილი ფრანკფურტში. სადაც ევროპის ბაზარზე არსებული კომპანიები შპალერის მიმართულებით იკრიბებიან და აქვთ გამოფენა თავიანთი შოურუმის. ნებისმიერ ბიზნესში გუნდს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. თქვენი გუნდის შესახებ რომ გვიამბოთ? გეთანხმებით, ჩვენი გუნდი წელიწადში ერთხელ გადის ხოლმე გადამზადებას. კონკრეტულად უშუალოდ გაყიდვებში ვინც არის პროფესიონალი დიზაინერები არიან, გადიან ყოველწლიურ დიზაინერულ კურსს, რის გამოც ვფიქრობთ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო კონსულტანტები ყავს ბაზარზე. ნამდვილად ძალიან გამორჩეული ბრენდი გაქვთ და საინტერესო რა არის თქვენი ბრენდის ძირითადი უპირატესობები ბაზარზე? რა გამოარჩევს მათ სხვა იგივე ბრენდებისგან, იმიტომ რომ შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ საკმაოდ დიდი კონკურენციაა დღეს. კი ბატონო. ძირითადი უპირატესობები არის ის, რომ ჩვენ ბაზარზე გვაქვს ყველა საფასო კატეგორია. შესაბამისად, ჩვენი პროდუქტი არის ყველასთვის. ძირითადად 5 ლარიდან 195 ლარის ჩათვლით ყველა საფასო კატეგორიაში გვაქვს ყველა მოდელი.
შესაბამისად, ყველა ადამიანს შეუძლია რომ მობრძანდეს შეარჩიოს თავის სასურველი მოდელი და უკვე იმხელა შოურუმი გვაქვს, ორი ფილიალი გვაქვს თბილისში, იმხელა შოურუმი გვაქვს, რომ შესაძლებელია მარტივად შეარჩიოთ. თუ მობრძანდებიან ჩვენთან, ხელცარილი არავინ მიდის. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი კატეგორიის ადამიანს, ნებისმიერი ბიუჯეტით შეუძლია მისთვის სასურველი და როგორც გითხარით, დიზაინერები ეხმარებიან შესაბამისად იციან უკვე რაც უნდათ. მაინც რომ აღვნიშნოთ, ვინ არიან თქვენი ძირითადი მომხმარებლები? როგორც უკვე აღვნიშნე, ძირითადი მომხმარებლები არიან ყველა კატეგორიის ადამიანი, რომელსაც 5 ლარიდან 195 ლარის ჩათვლით შეუძლია შპალერის შერჩევა. ძირითადად მომხმარებლები არიან ის ადამიანები, ვინც რემონტს აკეთებენ ლოგიკურია. ნამდვილად ძალიან დიდი ასორტიმენტი გაქვთ, ფართო. მაინც რომ გვიამბოთ თქვენი ასორტიმენტის შესახებ, თქვათ რა ბრენდებია და ასე შემდეგ. კი ბატონო, ჩვენ ვართ ოფიციალური შემომტანები ლიმონტას შპალერის. შესაბამისად, ამის გამოც გვქვია სახე ლიმონტა. ეს არის იტალიური ქარხანა და საკმაოდ მაღალი ხარისხის შპალერს აწარმოებს. არა მხოლოდ იტალიური, ასევე ბელგიური, გერმანული, ფრანგული და ახლა უკვე ჩინური პროდუქცია შემოგვაქვს. ჩვენი მხრიდან აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ნამდვილად ძალიან გამორჩეული ხარისხის შპალერი გაქვთ. საინტერესოა თქვენი ხედვით, რამდენად მნიშვნელოვანია, როდესაც გვაქვს რემონტი, ვარჩევთ შპალერს, ის იყოს ნამდვილად ძალიან ხარისხიანი, რატომ უნდა მივაქციოთ ამას ძალიან დიდი ყურადღება? საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ შპალერი ჯერ პირველ რიგში შენს ყოველდღიურ ცხოვრებას უფრო კომფორტულს ხდის, როცა ლამაზია სახლი და ვიზუალი, შესაბამისად, ყველაზე დიდ დროს ატარებს სახლში. და ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანია საკუთარი თბილი გარემო შეიქმნას იმ ადგილას, სადაც ყველაზე დიდ დროს ატარებს. და ჩემი მხრიდან დავამატებ იმასაც, რომ როდესაც რემონტს ვაკეთებთ, ეს არ არის 1 და 2 დღისთვის, ეს არის რა თქმა უნდა დიდი ხანი უნდა გვეყოს და ამიტომ მნიშვნელოვანია რომ რაღაც ყურადღება გავამახვილოთ. ასევე ხარისხზე შემიძლია ხაზი გაუსვა, რომ თუ ხარისხს არ დაინანებ თანხას და შესაბამისად მაღალ ხარისხის პროდუქციას შეიძენთ, ნიშნავს იმას, რომ 15-20 წლის განმავლობაში ის პირვანდელ სახეს შეინარჩუნებს და ისევ ისეთ ვიზუალზე იქნება, როგორც თავიდან. ჩვენი პროდუქცია შედგება 90% ფლიზერინის და ვინილის მასალისგან. შესაბამისად, შპალერის გაკვრის შემდეგ მას მექანიკური დაზიანება უფრო ნაკლებად შეუქმნის პრობლემას და ასევე წყალთან მდგრადია და ამის პრობლემას არ იქნება. ჩვენი შპალერის უმეტესობა იწმინდება სველი წვენდით და ასევე ირეცხება. რაც ბევრისთვის გასაკვირია ხოლმე. ეს ძალიან საინტერესო თემაა. მოვლა თუ ჭირდება განსაკუთრებული თქვენ შპალერს, რაღაც თუ ყველას განსხვავებულ შპალერს რაღაც თავისი ყველაზე ნაკლებად, რადგან ჩვენი შპალერი არ იცვლის ფერს. არ დროთა განმავლობაში არ ფუჭდება და თუ სიტყვაზე დაისვრება შპალერი, შესაძლებელია მისი თავდაპირველ მდგომარეობაში დაბრუნებაც. აი ამის თქმა მინდოდა და ფიქრობ, რომ კიდევ როცა ახალაშენებულია ბინა, ფლიზერინის მასალა ეხმარება იმაში, რომ არ გაიჩინოს ბზარები. მოგხსენებათ, ძალიან დიდი პრობლემაა ხოლმე ბზარების გაჩენა ახალაშენებულ კედლებზე. როდესაც მოვლა ასეთი მარტივია და შეიძლება პირვანდელი ფერის დაბრუნება, ეს ალბათ ძალიან დაინტერესებთ იმ მომხმარებლებს, რომელსაც სახში პატარა ბავშვები ყავს, ამ დროს შპალერებში ისრება და მნიშვნელოვანია, რომ შეგვიძლია ამის გასუფთავებაც. ნამდვილად ძალიან დიდი არჩევანი გაქვთ, ძალიან ბევრი ფერი და საინტერესოა, რა არის ამ წლის მთავარი ტრენდები შპალერის შერჩევის დროს. იგივე ფერების მიმართულებით ან დიზაინის და იცვლება თუ არა რამე 2025 წლიდან რას ელოდებით, რა იქნება ისეთი ყველაზე აქტუალური და მოთხოვნადი ფერები და მოდელები. რა თქმა უნდა, ამ წელს არის ძირითადად უფრო ღია ფერები, უფრო თბილი ფერებისკენ წავიდა წელს ტენდენცია და ვფიქრობთ, რომ 2025 წელს უფრო მეტად დატვირთული იქნება მუქი ფერების ასორტიმენტი. რადგან 2023-ის ბოლოსკენ უკვე მოდის ესეთი ტენდენცია, რომ კეთდება უშუალოდ ავხსნი დეკორს აკეთებენ სადა დეკორს უმეტესად ორ კედელზე. სადა დეკორს უბრალოდ ორი კედელი არის მუქი, ორი კედელი არის ღია. ეს არის ძირითადი ტენდენცია, რაც 2025 წელს ვფიქრობთ, რომ
და რაღაც თუ ესეთი მოდელები, რომელიც თქვენთან ყველაზე გამორჩეულად მოთხოვნადია და ზოგადად საინტერესო როგორია ქართველი მომხმარებლის არჩევანი, მათ ძირითადად უფრო მოწონთ ეს რაღაც თქვა სხვადასხვა დეტალებით გაფორმებული შპალერი თუ უფრო მოწონთ რაღაც ესეთი სადა ან მატი ფერებით გაწყობილი. ქართული მომხმარებელი შერეულია, ყველა სახის შპალერი მოწონს. ძირითად შემთხვევაში უფრო მეტად სადა ფერები მოწონთ, თუმცა გარკვეული ორნამენტებით გაფორმებული. ძირითად შემთხვევაში ჩვენი ოფიციალური პროდუქციის ლიმონტას მომხმარებლები არიან ყველაზე მეტი, თუმცა ამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გვიჩვენა შოურუმმა, ჩვენ გავაკეთეთ ერთ წლის განმავლობაში უკვე ფუნქციონირებს დღემდე 5-ლარიანი კატეგორია მეორე სართულზე განათავსეთ შოურუმი. ეს არის აუთლეტი, სადაც მინიმალურ თანხებში შესაძლებელია მაქსიმუმ ხარისხის დადება, რის გამოც ძალიან ბევრი ადამიანი დაინტერესდა და საქართველოს მასშტაბით თითქმის ყველა ქალაქიდან გსტუმრობს მომხმარებლებს. კიდე ესეც ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია, ხას კიდევ ერთხელ გავუსვამ, რომ ნებისმიერი ტიპის ადამიანს შეუძლია მოუგზანდეს და შეიძინოს მისთვის სასურველი შპალერი და არ იყოს რაღაც ბიუჯეტში შეზღუდული. გარდა ამისა, როგორც ვიცი, შპალერს მნიშვნელობა აქვს სივრცის აღქმისთვისაც, ხო, მირაკლი, რომ ამ დროს, როდესაც რემონტს ვაკეთებ, შეგვიძლია რაღაც მცირე მასშტაბის სახლიც კი, სწორედ შერჩეული შპალერით, ესე ვთქვათ, უფრო ვიზუალურად დიდი გამოჩნდეს. როგორც უკვე აღნიშნე, ჩვენთან პროფესიონალი დიზაინერები ეხმარებიან მომხმარებლებს შპალერის შერჩევაში. შესაბამისად, პირველ რიგში ჩვენთან მოსული სტუმარი, ეს დავარქმევ, გვიყვება თუ როგორი სახლი აქვს, ნათელი, ბნელი, უფრო სურს რომ მაღალი ჭერი გამოჩნდეს, უფრო სივრცე გამოვაჩინოთ და ამის შემდეგ უკვე იწყება შპალერის არჩევა. ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია პროფესიონალების დახმარებაც ამ დროს, რადგან თქვენ უკეთ იცით, ბევრი გამოცდილება გაქვთ და რა როგორ ჯობია. თქვენ ახსენეთ სოციალური ქსელები, ძალიან აქტიურები ხართ და მაინც მაყურებლებს რომ ვუთხრათ, როგორ შეუძლიათ მათ რომ მოგმართონ და დაგიკავშირდნენ და სად მდებარეობს თქვენი შოურუმები. ჩვენი შოურუმები მდებარეობს სანზონაში, ქსნის 35 ნომერში, ერთი ფილიალი მთავარი და წერეთლის 115 ნომერში ფიქრობ, რომ უკვე ყველა მიცის წერეთლის 115 ნომერი. ასევე ლიმონტას სახელით შეგიძლიათ TikTok-ზე, Facebook-ზე და Instagram-ზე მოგწებნოთ და დავკავშირდეთ ყველა კომენტარს და მესიჯს არ დავტოვებთ უყურადღებით. თუმცა ალბათ მაინც მნიშვნელოვანია, როდესაც საქმე შპალერის შერჩევას ეხება ადგილზე მომხმარებელმა ნახოს და მithumetes, როდესაც ხვდება გამოცდილი პროფესიონალი კონსულტანტი, რომელიც ამაში მას დაეხმარება. ამ შემთხვევაში ბევრი პრობლემა გვაქვს, იმიტომ რომ მთელი საქართველოს მასშტაბით სურთ ხალხს, რომ მიტანის სერვისი დავამატოთ შპალერზე, თუმცა ფიზიკურად შეუძლებელია ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ფიზიკურად ვერ ავარჩევთ მობილურის კამერით ან თუნდაც პროფესიონალური კამერით იმ ვიზუალს, რაც რეალურად გვინდა რომ სახლში გავაკეთოთ. კი, ნამდვილად ასე, იმიტომ რომ კამერაც ფერს ცვლის, გვინდა არ გვინდა, ეგ რაღაც დეტალები შეიძლება სიახმადი არ იყოს, რაც როდესაც მომხმარებელი ამას რეალურად ხედავს. და ჩვენი პირდაპირ მიზანი არის ის, რომ გამოვიდეს ჩვენი მომხმარებლის სახლი ისეთი, როგორც თავად მას სურს. არ გვინდა რომ ვიღაც დარჩეს ისეთი უკმაყოფილო რამით, რა თქმა უნდა. არ შემიძლია არ გითხოთ სამომავლო გეგმების შესახებ, იმიტომ რომ ძალიან ისეთი ბრენდი გაქვთ, რომელიც ყოველთვის ვითარდება, რაღაც ახალს ამატებთ და საინტერესოა სამომავლოდ რა სიახლეს გეგმავთ. სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, როგორც უკვე აღნიშნე, ყოველწლიურად დავდივართ გერმანიაში გამოფენაზე, სადაც ვიცნობთ ახალ მეგობარ კომპანიებს, რომლებიც თანამშრომლობენ ჩვენთან და ვფიქრობთ, რომ უფრო გავაძლიეროთ ევროპის ხაზი. უფრო მეტი ქარხანა დავიმატოთ და შესაბამისად უფრო დიდი ასორტიმენტი შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებლებს. მაქსიმალური ხარისხით და მაქსიმალური სილამაზით და ანუ ქართული მომხმარებელი ყოველთვის თქვენგან მიიღებს სიახლეს, ახალ ტენდენციებს, ფერებს და ასე შემდეგ. აუცილებლად, ასევე სოციალურ ქსელშიც გვაქვს ხოლმე გამოკითხვები, სადაც ვიგებთ რა სახის შპალერი მოსწონს ჩვენს მომხმარებლებს. კი, ანუ ითვალისწინებთ მათ აზრებსაც და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. კი. და ირაკლი, ძალიან დიდი მადლობა რომ ჩვენი სტუმარი იყავით. ჩვენთვის ყოველთვის ძალიან საინტერესოა ეს თემა, იმიტომ რომ პირდაპირ უკავშირდება ჩვენი გადაცემის თემატიკას და მინდა კიდევ ერთხელ და არაერთხელ იყოთ ჩვენი სტუმარი და გაგვაცნოთ ახალი ტენდენციები და ლიმონტას სიახლეები. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ რომ ჩვენი სტუმარი იყავით. უღრმეს მადლობა რომ დრო დამითმეთ და ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი.
შენი სახლის პარტნიორია საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაცია. გადაცემის პარტნიორია Bipro-Pertis Georgia კომპანია, რომელიც გთავაზობთ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას საუკეთესო პირობებით. ვაგრძელებთ ვიდეო განცხადებების წარდგენას. იყიდება ბინა. ამ ბინის ღირებულება $126,900-ია. მდებარეობს ლისის ტბასთან კაპანელის შესახვევში, ხოლო ფართობი 63 კვადრატული მეტრია. დეტალური ინფორმაციისათვის დაუკავშირდით დამკვეთს. სარეკლამო სტუდია ზონა 38 გთავაზობთ უძრავი ქონების ფოტო-ვიდეო გადაღებას და რეკლამას სოციალურ ქსელში. გადასაღებად დაგვიკავშირდით. იყიდება მიწის ნაკვეთი. ეს მიწის ნაკვეთი იყიდება და კვადრატული მეტრის ღირებულება $100-ია. მდებარეობს წავკიში, ხოლო ფართობი 1500 კვადრატული მეტრია. დეტალური ინფორმაციისათვის დაუკავშირდით დამკვეთს. სარეკლამო სტუდია ზონა 38 გთავაზობთ უძრავი ქონების ფოტო-ვიდეო გადაღებას და რეკლამას სოციალურ ქსელში. გადასაღებად დაგვიკავშირდით. არ დაგავიწყდეთ, რომ წინ კიდევ ერთი მთავარი VIP კატეგორიის განცხადება გველის. მანამდე კი ჩვენს მეორე სტუმარს წარმოგიდგენთ. გადაცემის სტუმარია სტარტაპ Male Delivery-ის დამფუძნებელი და Your Cart City-ის დამფუძნებელი ლანა გიორგიძე. ლანა, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა, რომ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი ხართ. მოგესალმებით, პირიქით, მადლობა, რომ მომიწვიეთ და აქვს შესაძლებლობა ვისაუბრო. თქვენი თავი რომ გააცნოთ ჩვენს მაყურებელს, რადგან პირველად ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. მე ვარ ლანა გიორგიძე, სტარტაპ Male Delivery-ის დამფუძნებელი და ასევე ორგანიზაცია Your Cart City-ის დამფუძნებელი. ძალიან საინტერესოა Male Delivery-ის ისტორია, როგორ შექმნით ის. ბაღდათის განვითარების ფონდმა გასულ წელს გამოაცხადა პროექტი სტარტაპ მეწარმე, რომელშიც მივიღე მონაწილეობა. პროექტი იყო თეკეტა ჰოლდინგის მხარდაჭერით ჩატარებული, გამოვლინდა 2 გამარჯვებული და ერთ-ერთი ვიყავი მე, ჩემი იდეა წარმადგინე მიტანის სერვისი მუნიციპალიტეტებისთვის, რომელმაც მოიპოვა სრული მხარდაჭერა ბაღდათის განვითარების ფონდის. და როგორც ვიცით, Male Delivery-ს უკვე აქვს საკუთარი ვებგვერდიც და ამის შესახებაც რომ გვიამბოთ.
მალი დელივერის ვებგვერდზე დეველოპერები თითქმის 1 წლის განმავლობაში მუშაობდნენ და ვებგვერდი შექმნილია უკვე, ფუნქციონირებს და მასზე განთავსებულია ბაღდადში არსებული ობიექტები და შეუძლია მომხმარებელს უკვე შეიძინოს ბაღდადში არსებული ობიექტებიდან სასურველი პროდუქტი. და როგორც ვიცით, გარშემო ტერიტორიასაც ფარავს მალე დელივერიაზე, ხო? ბაღდათის მუნიციპალიტეტს და ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფლებს ფარავთ სრულად და შეუძლია მომხმარებელს ნებისმიერი წერტილიდან შეუკვეთოს მალე დელივერის და ჩვენ ნებისმიერ ადგილზე მივუტანთ ბაღდათში. ძალიან დიდი კომფორტია ეს მომხმარებლისთვის. ვინ არიან თქვენი ძირითადი მომხმარებლები? ჩვენი მომხმარებლები არიან ძირითადად ადამიანები, რომლებსაც ოჯახის წევრები ჰყავთ ბაღდადში და ისინი ცხოვრობენ ან თბილისში ან საზღვარგარეთ და ადამიანები, რომლებსაც ჰყავთ მცირეწლოვანი შვილები და არ აქვთ დრო რომ გავიდნენ ან სოფლებში ცხოვრობენ და დაშორებულები არიან ბაღდადის მუნიციპალიტეტიდან საკმაოდ და სჭირდებათ ტრანსპორტი. ამ ადამიანებს შეუძლიათ სრული კომფორტი შეიქმნან და გამოიძახონ მალე დელივერი, რომელიც სახლში მიუტანს მედიკამენტებს და სასურველ პროდუქტს. ასევე არიან ადამიანები, რომლებიც დასაქმებულები არიან ბაღდადის მუნიციპალიტეტში და მათ შეუძლიათ რომ სასურველ დროს გამოიძახონ სასურველი პროდუქტი. თუ შეგვიძლია ვთქვათ, რა არის მალე დელივერის ძირითადი უპირატესობები ბაზარზე? მე ნამდვილად აღვნიშნავ, რომ ეს რეგიონებისთვის გავსი ტიპის მიტანის სერვისები ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მაინც რა არის ის ძირითადი, რაც მალე დელივერს გამოარჩევს? პირველი რაც უნდა აღვნიშნო, ეს არის რომ პირველი ქართული მიტანის სერვისია, რომელიც მუნიციპალიტეტებისთვის შეიქმნა და მუნიციპალიტეტების მოსახლეობის კომფორტის შექმნაზე იზრუნებს. რა თქმა უნდა, პირველად ვიწყებთ ბაღდათიდან და ამის შემდეგ ვაპირებთ გეგმები გვაქვს, რომ სხვა მუნიციპალიტეტებიც მოვიცვათ, თუმცა პირველად ბაღდათს დავფარავთ და მივაწოდებთ სასურველ პროდუქციას და გარდა იმისა, რომ ჩვენ პირველი ქართული მიტანის სერვისი ვართ მუნიციპალიტეტებისთვის, ასევე კომფორტთან ერთად მცირე დანახარჯებით ვთავაზობთ ადამიანებს სახლში მიტანას სასურველი პროდუქციის. ან არ შემიძლია არ გკითხოთ ფასებზე, რამდენად იცვლება პროდუქტის ფასი, როდესაც ის მომხმარებლამდე მიდის? პროდუქტის ფასი თითქმის იდენტურია და გარკვეული 90% იდენტურია, რაც ადგილზე დახვდებათ, რასაც ემატება მხოლოდ მიტანის ღირებულება და მიტანის ღირებულების საფასური, რომელიც აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ბევრად განსხვავდება, ვიდრე საკუთარი ტრანსპორტით მომსახურება იქნება ან ტაქსით მომსახურება იქნება, ბევრად იაფია, ვიდრე ამას სხვა შესთავაზებდა. და როგორც უკვე ახსენეთ, გაქვთ გაფართოების გეგმას და ვფიქრობ, ეს ძალიან სასიამოვნო სიახლე იქნება ნებისმიერი რეგიონისათვის, იმიტომ რომ ეს მათ დამატებით კომფორტს შეუქმნის. აუცილებლად გეგმავთ რომ დავფაროთ, შემდეგ უკვე ზესტაფონი და სხვა მუნიციპალიტეტები და იმედი მაქვს რომ უკვე გადავალთ შემდეგ სხვა მუნიციპალიტეტებშიც მოსახლეობა უკვე გველოდება, გვწერენ აქტიურად, გვწერენ სხვადასხვა ქალაქიდანაც, რომ მათაც სურთ ესეთი კომფორტული გარემო შეიქმნას მათ მუნიციპალიტეტებშიც. მინდა ერთ სხვა თემასაც შევეხო, თქვენ აქტიურად ზრუნავთ ბავშვების საგზაო უსაფრთხოებაზეც და შეიძლება ეს ჩვენი გადაცემის პირდაპირი თემატიკა არ არის, მაგრამ არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ამიტომ მინდა ამის შესახებაც გკითხოთ და უამბოთ ჩვენს მაყურებელს. იორქარსიტი შეიქმნა 2020 წელს ბავშვების უსაფრთხო მგზავრობისთვის, რათა ბავშვები დავიცვათ მგზავრობის დროს და ეს არის ხელშეწყობა მშობლებისთვის. ჩვენ ხელს ვუწყობთ მშობლებს სწორად შეარჩიონ და სწორად დაამონტაჟონ სამგზავრო სავარძლები. 2020 წლიდან დღემდე 10,000-მდე მეტ მშობელს დავეხმარეთ და გაუწიეთ უფასო კონსულტაცია. და თუ მშობელს სურს რომ მიიღოს კონსულტაცია, ჩვენ დღესაც მზად ვართ, გაუწიოთ კონსულტაციები მშობლებს, მოგმართავენ ისინი Facebook-ის საშუალებით და ვეხმარებით, მოგწერენ ბავშვების ასაკს, წონას, სიმაღლეს და ამის შემდეგ უკვე ვეხმარებით, რომ სწორად შეირჩეს ბავშვისთვის სამგზავრო სავარწელი. რა თქმა უნდა, ჩვენი ორგანიზაცია ჩართული არ არის გაყიდვებში და ამის დაინტერესება არ აქვს გაყიდვების. ჩვენი ერთადერთი დაინტერესება არის, რომ ბავშვები მგზავრობდნენ უსაფრთხოდ. და თუ შეგვიძლია აღვნიშნოთ, რა არის იორქარსიტის მთავარი მომსახურების სფერო, რა კონსულტაციას უწევთ თქვენ მშობლებს, რა სერვისს თავაზობთ მათ? ჩვენი სერვისი შემოიფარგლება ონლაინ მომსახურებით და ეს არის უფასო სერვისი.
მშობლები გვწერენ, ჩვენ პასუხობთ, მათი ძირითადი მომართვა ხდება Facebook-ზე, თუმცა Instagram გვერდიც გვაქვს და ასევე TikTok-ზეც არის განთავსებული ჩვენი გვერდი და ასევე აქტიურად ვართ მედიაშიც, მედია კამპანიებიც გვაქვს, ჩვენ ჩართულები ვართ, სხვადასხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობთ და ჩვენი სამომავლო გეგმებიც, რა თქმა უნდა, უკავშირდება ბავშვების უსაფრთხოებას. ჩვენი ერთადერთი დაინტერესება არის, რომ ბავშვები მგზავრობდნენ უსაფრთხოდ. და თქვენი შეფასებით, რატომ აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა აი ამ თემას, რომ მშობლებმა გაითვალისწინონ, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვების უსაფრთხოდ მგზავრობა? იმის გათვალისწინებით, რომ არ არის სამგზავრო სავარძელი სავალდებულო, მშობლები არ იყენებენ და შესაბამისად ძალიან დიდია მაჩვენებელი ბავშვების დაშავების და სიკვდილიანობის და მშობელმა უნდა იცოდეს, რომ ერთადერთი გზა ბავშვის უსაფრთხო მგზავრობის არის სამგზავრო სავარძელი. 90%-მდე იცავს იგი ბავშვის სიცოცხლეს. შესაბამისად, თუ სწორად გამოიყენებს მშობელი სამგზავრო სავარძელს, ბავშვიც უსაფრთხოდ იმგზავრებს. მას არ გააჩნია ალტერნატივა. ამიტომ ჩვენი ერთადერთი მოწოდება, რომ გამოიყენონ მგზავრობის დროს სამგზავრო სავარძელი. ნამდვილად ძალიან საინტერესო პროექტებში ხართ ჩართული, ძალიან მნიშვნელოვან თემებს ეხებით და საინტერესოა სამომავლო გეგმები რა გაქვთ? ფიქრობთ თუ არა რაიმე ახალი პროექტის დამატებას თუ ორიენტირებული იქნებით აი ამ პროექტების განვითარებაზე? ამ ეტაპისთვის ვფიქრობ, რომ ჩემთვის ეს ორი პროექტი საკმარისია. უნდა განვავითარო Your Car City-ც და Mali Delivery-ც და მათ სრულყოფას შეუწყო ხელი და შემდეგ არ გამოვრიცხავ, რომ კიდევ რამე პროექტს ასევე ჩავერთო პროექტში. და აუცილებლად ჩვენ გადაცემაში ამის შესახებ ჩვენი მაყურებელი გაიგებს. ნამდვილად ძალიან საინტერესო თემებზე ისაუბრეთ. მადლობა რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი იყავით და კიდევ არაერთხელ გელოდებით ამ სტუდიაში. დიდი მადლობა. ახლა კი ვიფროფერტი ჯორჯია წარმოგიდგენთ VIP კატეგორიის განცხადებას. ამ სახლის ღირებულება $220,000-ია. მდებარეობს დიღომში საქალაქო სასამართლოსთან, ხოლო სახლის ფართობი 220 კვადრატული მეტრია. დეტალური ინფორმაციისათვის დაუკავშირდით დამკვეთს. სარეკლამო სტუდია ზონა 28 გთავაზობთ უძრავი ქონების ფოტო-ვიდეო გადაღებას და რეკლამას სოციალურ ქსელში. გადასაღებად დაგვიკავშირდით. ამის ჩვენი გადაცემა დასრულდა. ზუსტად ერთ კვირაში გადაცემა შენი სახლი ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი თემით, რუბრიკითა და რაც მთავარია, ახალი ვიდეო განცხადებით და საინტერესო სტუმრებით დაგიბრუნდებათ. ნახვამდის.